აჭარა ცნობილია ფერადი და კეთილშობილი ლითონების, ქიმიური ნედლეულის, სამშენებლო მასალების, ფერადი და სანაკეთობო ქვების საბადოებით. რეგიონი მდიდარია მინერალური და სასმელი წყლების მარაგებითაც, თუმცა ქვეყნის მდიდარი ბუნების მოპოვება ხშირად გარემოს აზიანებს. სასარგებლო წიაღისეულის დამუშავება კანონმდებლობით რეგულირდება. ლიცენზიის აღება აუქციონის საშუალებითაა შესაძლებელი. კანონდარღვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 57 მუხლის პირველი ნაწილით ისჯება. შემოწმებით შევდივართ სხვადასხვა ობიექტებზე, სადაც ვადგენთ ლიცენზირებული ობიექტის რამდენად სწორედ მიმდინარეობს მასზე მუშაობა და თუ ლიცენზიო პირობებია, მაშინ წერთ შესაბამის ოქმებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას 1000-დან 1500 ლარამდეა. მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანის დადგენის შემდეგ უკვე მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა. ეკოლოგები ფიქრობენ, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა არსებული საჯარიმო სანქციებით ვერ გაუმჯობესდება. ერთადერთი გამოსავალი მე როგორც პროფესიონალს მიმაჩნია, რომ არის ის, რომ ძალიან მკაცრი გახდეს კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით. დაუწესოთ ჯარიმა არა 1000 ლარი, არამედ 10000 ლარი და ამავე დროს მე ვფიქრობ, აუცილებელია შემოწმდეს ისიც რამდენად ეს ჯარიმები ხმარდება შემდეგ ამ სანაპირო ზოლის აღდგენით სამუშაოებს. ფერი არ ხმარდება ამ დაზიანებას. ეს თანხა მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში და შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაწილდება სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით. და ჩვენ ვიცით, რომ ბევრი წლებია საქართველოში გარემოსდაცვა არც თუ ისე პრიორიტეტული მიმართულება არის. გარკვეული ასე ვთქვათ თანხები ხმარდება პრევენციულ სამუშაოებს, თუმცა ეს პრევენციული სამუშაოები საკმარისი რო არ არის, ეს ეთყობა ჩვენს პირებს. სტატისტიკური მონაცემებით აჭარაში წელს 110 ადმინისტრაციული დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. სისხლის სამართლის საქმე 3 შემთხვევაზეა აღძრული. გარემოს ზედამხედველობის სამსახური კიდევ 2 ფაქტს იკვლევს. თავშევიკავებ ობიექტის დასახელებისგან ერთ-ერთ ობიექტს, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეზეა უკვე დაწყებული, 18480 ლარი აქვს სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი, ამით იქნა გადაცემული. გვაქვს ობიექტი 3219 ლარი, 2750 ლარი და ასე შემდეგ. ეკოლოგები მიიჩნევენ, რომ ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვების შედეგად ყველაზე დიდი ზიანი სანაპირო ზოლს ექმნება. ჩვენ თვითონ ვხვდებით მოწმე ყოველი წვიმის შემდეგ რა ხდება ჩვენი მდინარეებისა და ზღვის სანაპიროზე. ზღვა ფაქტიურად გადმოდის ძალიან შორ მანძილზე და ეს განპირობებულია იმით, რომ იქ ნაშალი ქანები, რომლებიც სანაპირო ზოლის გამაგრებას უწყობს ხელს, ფაქტიურად არ არსებობს სწორედ ასეთი ქმედებების გამო. წიაღისეულის მოპოვების მიმართულებით აქტიურად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია სენი. რაღაცნაირად უნდა სახელმწიფო შეიმუშაოს მექანიზმი. ეს დარღვევები რო ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ არის მოთხოვნა აი ამ რესურსზე საქართველოში და კონკრეტულად აჭარაში. იმიტომ ეს ადამიანები თუ მოთხოვნა არ აქვს, საჭიროება არ არის და არ დავლენ და არ ამოიღებენ ამ ქვიშახეს ესე კანონდარღვევით. ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს, რომ რა არის ეს ალტერნატიული გზები და საიდან შეიძლება ამ ქვიშახრეში, ასე ვთქვათ, მიწოდება აჭარის რეგიონისთვის. საქართველოს ძალიან ბევრი მდინარეა, რომელიც ამოვსებული არის, ასე ვთქვათ, და ძალიან ბევრი ნაშალი მასალაში და პირიქით საჭიროებს იქიდან ამ ნაშალი მასალის აღებას. ეს უნდა შეფასდეს, რომ სად არის ის ადგილები, რომელიც პოტენციურად შეიძლება გამოდგეს. ორგანიზაცია ამჟამად წიაღისეულის მოპოვებას იკვლევს. კვლევა 1 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაცია გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს მიაწვდის.